ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა. ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს პირველი მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე შეითავსებს. გამგებლის ახალი მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით ბრძანება საკრებულოს თავმჯდომარის ოლექსანდროშვილის მიერ 26 მარტს გვიან ღამით დაიწერა. მალხაზ ჟუჟუნაძე ბოლო დღეებში უკვე ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისაგან თავს იკავებს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39 მუხლის მე-4 პუნქტისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად გუშინ დაიწერა ბრძანება, რომელიც მე მეცნობა დღეს, ანუ გუშინ 26 მარტს დაიწერა ბრძანება საკრებულოს ბესიკ ბლიაძის მიმართ 25 მარტს გამოტანილი განჩინება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რაიონული სასამართლოდან გუშინ გვიან ღამით წარედგინა, რომლის მიხედვითაც ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდებოდა. ოლექსანდროშვილი მეცხრე არხთან იმ პროცედურებზე საუბრობს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება დროებით შემცვლელად მოვალეობა დააკისროს ვინმეს. ამ შემთხვევაში ან მოადგილეს, რომელიმე მოადგილეს, ან ახალი კანდიდატურა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად. რაც შეეხება ამ ქმედების განხორციელებას, ჯერ უნდა გქონდეს ამის საფუძველი. დღესვე ბესიკ ბლიაძის ადვოკატმა ნუგზა სამარჯიშვილმა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 25 მარტს გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბესიკ ბლიაძე პროკურატურასთან ყოველთვის თანამშრომლობდა და მისი მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შემშლელი მცდელობა არ ყოფილა. ამიტომ კანონით სასამართლოს მისი თანამდებობიდან გადაყენების უფლება არ ჰქონდა. ნუგზარ სამარჯიშვილი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო ბესიკ ბლიაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. Ადგენილი წესით გადაიგზავნება სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლო ჩანიშნავს ხდომას და დარწმუნებული ვარ, არგუმენტირებული საჩივარია შეტანილი, დარწმუნებული ვარ, გაუქმდება ახალციხის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბატონი ბესიკ ბლიაძე აღდგება თავის დაკავებულ თანამდებობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს არჩევს 72 საათის განმავლობაში განიხილავს და განაჩენს გამოიტანს. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოძიება მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო, რომლის საფუძველი ყოფილი თანამშრომლის ეკა ტატალაშვილის საჩივარი გახდა. პროკურატურამ კი ბესიკ ბლიაძეს ბრალი ერთი თვის შემდეგ სამსახურეობრივი სიყალბის ფაქტზე წარუდგინა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით მას 4000 ლარი შეუფარდა და თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.